არავითარი ტექნიკური და ჰუმანიტარული გაერთიანება სინამდვილეში არ ხდება რატო? თვითონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხო? შესაბამისად მოხდა რა 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა გაჩნდა ეს მთელი პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ არ უნდა ამის გამოსწორება. ეს არასწორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. რო ნახოთ თქვენ გამოშვება, მაგალითად შეიძლება რაღაც მშენებლობის მიმართულებით, ინჟინერის მიმართულებით და ამ შემდეგ წელიწადში ხდება მაგალითად 300-400-500 სტუდენტის გამოშვება. არის ძალიან დიდი დეფიციტი, როგორც სახელმწიფო სექტორში, მშენებლობით არის სახელმწიფოს როგორც მოგეხსენება დაკავებული, არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში. ხო, არის გამოშვება ამ ხელა ერთი ინჟინერი არ არის კონკრეტული მიმართულებებით, ხო? კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და ტექნიკური მიმართულებები არათუ უნდა მიიჩქმალოს. პირიქით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტექნიკური მიმართულება გავაძლიეროთ. დღეს ზუსტი წილი აღარ მახსოვს, ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში არის შეიძლება დაახლოებით 10%. და ამ დროს რო ნახოთ თქვენ განვითარებული ქვეყნები მე-13-ია დაახლოებით მათი წილი, ხო? ეს ხონდა შეიცვალოს, ეს ხონდა გამოსწორდეს. თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას რა თქმა უნდა არაფერი ეშველება. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ რას, რომ გაერთიანების პირობებში ცალკე განსაკუთრებული გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლა, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი და შესაბამისად ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი კადრები და მაღალკვალიფიციური კადრები ტექნიკურ მიმართულებით, ვიდრე ყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა და ჩვენ გვაქვს გააზრებული და ოპოზიცია გამოდის ყოველგვარი, ოპოზიციაში გულისხმობ ასევე სხვადასხვა ტიპის ოპონენტებს, ისინი გამოდიან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. საჭირო ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ. მათ შორის ბრენდის თემაზე, როცა ამბობენ, რომ საქართველოს ტექნიკური 10 განცხადება მაინც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია, ხო? ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა. როცა გადაერქვა პოლიტექნიკური ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კიდევ ერთხელ 1992 წელს მოხდა ეს და 92 წლიდან იწყება პრობლემები სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მათ შორის ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ ინსტიტუტში და უნივერსიტეტში. ნუ კი არის ბევრგზის გამარჯვებული, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ნუკის მიულოცდეს გამარჯვება, ბევრი წინსვლა უსულოთ, აუცილებლად ხმამსუბლებს მომავალი ჩემპიონი. ყველაფერს წარმატებას უსურვებთ და გადავცემთ ეს ნუკის შენ, ხუთასი არის ძალიან მიყვარს და კი ვარ საქართველოს ჩემპიონი 8 წლიანებში. მინდა რომ გავხდე სოფლიო ჩემპიონი, ვარ საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი. და ირაკლისთან ვეგობრობ. გამიხადა ირაკლისა მადლობა. მას ახლა მივიდივარ საქართველოს ჩემპიონატზე 9 წლიანებში. ნუკი გავიცანე ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ამ დროს მონაწილეობდა ჩემპიონატში, რომელიც მე დავაფინანსე. 15 გამარჯვებული იყო და ერთ-ერთი გამარჯვებული პირველ ადგილზე გავიდა თავის საპრიზო კატეგორიაში, თავის ასაკში. მის შემდეგ ვითარდება ჩვენი ურთიერთობა, გავხდით მეგობრები, ჩემი ხშირი სტუმარია, ძალიან ნიჭიერი ბავშვია. უკვე გამختარია ამას განახებთ ევროპის და აზიის ჩემპიონია, ანუ ევროპის და აზიის ქვეყნების შორის ჩემპიონია, შაშან გახდა ეს ჩემპიონი, ძალიან დიდი ტიტულია, ასევე არის საქართველოს ჩემპიონი. თავის ასაკში 8 წლის კატეგორიაში, ჯერ კიდევ ძალიან პატარა და ძალიან ბევრს მიაღწევს, იმიტომ რომ ასეთ პატარა ასაკში ესეთი დიდი მიღწევები იშვიათია, თან ზესტაფონელია და რაც მსაუბრია საქართველოსში და ზესტაფონში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის განვითარება, რაც შეეხება ტექნიკური ხაზით. ჭადრაკი მოითხოვს ძალიან დიდ გონებას, ძალიან დიდ დაკვირვებას, ძალიან საინტერესო თამაშია. მსოფლიოში
რომელი ქვეყნის მოჭადრაკეებიც არიან ჩემპიონები, ის ქვეყანა არის ყველაზე წარმატებული, ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა გამაცხადო, რომ ზესტაფონიდან ვინც გაიმარჯვებს კიდევ ნებისმიერ კონკურსში, ეს კონკურსი იქნება თქვათ მათემატიკა, ფიზიკა, ტექნიკური საგნები, ინტელექტუალურ კონკურსებში, რომ წავახალისოთ, გადავცევთ ფულად ჯილდოს აუცილებლად და პლუს ჩვენ მაღაზიიდან სამახსოვრო საჩუქრე ნივთს. შეეხება ნუკის წარმატებებს უსურვებ, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდება, ახლაც მივყვები ტურნირებზე და იმედია კიდევ ბევრი ზესტაფონელი გვასახელებს. ასევე მოუწოდებ მშობლებს, რომ ბავშვებს მიცენ უფლება, რომ განვითარდნენ ინტელექტუალურად, მეტი წიგნი წაიკითხონ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ კომპიუტერთან, რადგან ეს ააზიანებს ბავშვის წვენს. რაც შეეხება დაფინანსებას, მინდა ბევრი საინტერესო პროექტი დავაფინანსო და ბევრი ახალგაზრდა ზესტაფონელი განათლებული იყოს და დარჩეს რა თქმა უნდა ზესტაფონში და განავითაროს საქართველო. ჩვენ გვაქვს სელური მაღაზია, გვაქვს უკვე 2 ფილიალი და მაღაზია ნოვალისი მზად არის ნებისმიერ ახალგაზრდას დაუჭერს მხარი ყოველ კაკ წამოწყებაში. საჯარო განხილვები ჩატარდა დღეს ტყის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები ითვალისწინებს შემდგომ ფაზას ტყის რეფორმის, რომელსაც სახელმწიფოს ეგიდით ჩვენ ვახორციელებთ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ჩართულია ტყის ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო და ბუნებრივია ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რომელიც დაინტერესებულია ამ სეგმენტით. რას ითვალისწინებს ახლა ეს ცვლილებები და რას ემსახურება? ეს არის ღონისძიების მთელი კომპლექსი, რომელიც ემსახურება ერთი მხრივ ტყის რესურსის და ტყის მასივების დაცულობას. ეს დაცულობა უნდა გაიზარდოს ახალი ტექნიკური აღჭურვილობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეორე მხრივ პერსონალის უფრო მეტად კვალიფიციური დონით, რაოდენობის გაზრდით მე ვგულისხმობ მეტყევებს და ტყის ცველებს, იმისაც რომ მათ შეძლონ სტანდარტული მოცულობების, სტანდარტული ფართის ტყის მასივების ფიზიკური დაცვაც და ასევე მოვლა, სანიტარული მოვლა და აღდგენითი ღონისძიების გატარება ტყეში. ასევე მნიშვნელოვანი არის კომერციული სექტორის ჩართულობა ამ პროცესში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მათი ხარჯები და მათი საქმიანობის, ლეგალური საქმიანობის განჭურვალება და კონტროლი იქნეს გაძლიერებული და მეორე მხრივ ხარჯები იქნეს შემცირებული იმ რაციონალურ დონემდე, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ ბაზარზე საბაზრო ფასი ჩამოყალიბდეს და კონკურენტული გარემო იმისაც, რომ ტყის რესურსი, რომელიც გამოსტანილია სამეურნეო საქმიანობისთვის, ხელმისაწვდომი იქნეს მეწარმეობისთვის. საქართველოს ტყეების მომავალი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმა. სამინისტროს დამატებით აქვს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ტყეების დაცვის პროცესს ჩვენ ქვეყანაში და სწორედ ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ჩვენ შესაძლებლობა გქონდა, რომ განგვეხილა ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში მიმდინარე წლის პირველ სამუშაო შეხვედრაზე და ვფიქრობთ, რომ სატყეო სექტორის რეფორმისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება განხორციელებული მიმდინარე წლის გაზაფხულზე. შევძლებთ, რომ გქონდეს ერთის მხრივ უკეთესად დაცული ტყე, მეორეს მხრივ ჩვენ შევძლებთ, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი ტყის აღდგენა და ამ პროცესში გქონდეს მაღალი ჩართულობა დაინტერესებული მხარეების.